ტენისაჩი კარია. დავაი მაი. პროტეზი ხო? პროტეზი არა. კაპიტანი. იმ აქედა რესტორანში და წაგიყვანო გაჩეიფო. ემუშავე. 60 კილოში გაიყევა ეხლა და მე კაი დიდი ღონში არ ტარდება ეს ბრძოლა. თორე წაიღებდა ქარიანას. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ. მოგესალმებათ, მავანი მე ვიმყოფები პორტალის ერთ-ერთ ფილიალში, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანში. აქედან მივდივართ გამაზე, მანამდე კი ბენზინს ჩავასხავთ, გავივსებით. არხი გამოიწერეთ, მეგობრებო, ასევე პორტალის 50 ლიტრს გავათამაშებთ. დატოვეთ კომენტარი ვიდეოს შესახებ. ოღონდ ვიდეოს ბოლომდე უნდა უყუროთ და ცოტა აზრიანი კომენტარი უნდა იყოს და თქვენი კომენტარი მოხდება რენდომაიზერში და არის შანსი, რომ 50 ლიტრის საწვავი მოვიგოთ. წავედით გამაზე საჩემპიონო ბრძოლებს უნდა მიუსწროთ. ცოტა დაგვაგვიანდა, სიცხე მქონდა და საჩემპიონო ბრძოლებს ყველა პონჩი მიუსწროთ. წავედით. და მონდომებით მოიგო ადამიანმა, აბა რა სიტყვია, რას გააკეთა. არა უშუალოდ ყველაფერისდება, გაიგარჯვა და გამარჯვებულია წარმატებებს. მოვედით კამრის ბრძოლებზე მოუსწარით. მე ვარ ცოტა ცუდად, აიც მოვედი ვიდეოს გადასაღებად. ნახოთ რა გამოვა. ბოლო 3 ბრძოლა არის კამრისთვის. კატეგორიაში გაირკვევა კამრის პრობლემი 65 კილოგრამი. ქართველები არა. რა 65 კამეთი. ბრძოლა იქნება ოლიმპი. ეს არის პანის მუშაობა. იობაშვილი გახდა 65 კილოგრამი კატეგორიაში კამრის მფლობელი. ეულოცით 65-ია, მაგრამ ხმელი 65-ია რა ეს ჯეჯგვინი. მეთქი და აგერ ძმა 57 კილოგრამ წონის კატეგორიაშია ბრძოლა ვაფშე რა უნდა ატოჩხუბობო ასეთი წონის აქედავა დაუპატიჟო სადმე რესტორანში მოვასუქო აი პიანი მასტერი გაუკეთე ჯიქია საკ გზელი ხელები რა მას მოკლე აი შორიდან მაგრაკი ეს ჩანზე არის. ეს რაღაცა უჭმელი ჩანს. სიცოცხლეები აქვს სახეზე, ხო? სიცოცხლეები გაქვს ჩემი. მე ვეუნები ხოლმე რომ არ იჭხუბოთ. ესენი ოღონდ კამარი და კამრის გამო ესეთი რაღაც ხდება. ახმაი. ვისი ხმა? პადმატორნის ხმა იყო თუ რა ხმა იყო? ვაგარი ხმა იყო? ის მოვიდა. ძელი ხელია.
პირველად ვახე, ამდენი ხანია გამაში ვარ, პირსახოცის გადაგდება. პირველად ხო, თუ იყო. პირველი პირსახოცის ესა ისტორიული ფაქტი მეგობრებო, პირსახოცის გადავიდა, შევწყვიტოთო ბრძოლაო და იმაჯიკი არის 57 წონით კატეგორიაში ხამრის ფლობელი. მე ამ წონას არ ვაღიარებ, ეს არ არის ქართული. მე რამდენიც ვარ, მაგის ნახევარი. იმა აქედან რესტორანში უნდა წაგიყვანო გაქეიფო. 11 კილოგრამის გამას ნომერ პირველ ჩემპიონს დიმა ჩიკია ულოცავ ეს ხუმრობით ულოცავ. ძელი ხელი აქ და არ მომხდეს უმისამართო. ულოცავ დინა. 56 კილოგრამის პირველი ჩემპიონობას დაიმსახურება. აი 56. ხელს არ ადევს, კაი, შაცვენილი აქ ესე. შეძვაო. მადისებ მიყარ ხარჯაო. მე ვსგირო. ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი წინ არის ძმაო. ერთი მებრძოლი, მეორე სამხნეველი. აი ეს არის ქართული ხასიათი. დიმა ჩიკია 56 კილოგრამი პირველი ჩემპიონი აი დიდი ღონში არ ტარდება ეს ბრძოლა. სწორედ წაიღებდა ქარიანა. პიტბული რა სიზავს საინტერესოა და პიტბულის რა მეკოსიცი. სუღია აქ ეს ან კიდია სახე არ იფარავს. რატო არ ვიცი. პიტბული რო ჭუბობს, რევანის მაგით შეგზევა, სადაც ბარში რო ჭუბობს, ვალე. აგარი ბრძოლა ხარ. ახლა პაუზის შემდეგ შეიძლება მაგრად ივარჯიშა. გაიზარდა, პიტბული გაიზარდა. მიხარია რა. და ზომბი თუ გამწარდა. ერთერობით პიტი არის შეტევაში. ისა სიციფლეები და გამა ტრეილერი დგას იქით. ვაუ, და სახში რომილე რა უნდა თქვა, სად ვიყავი? ეხა მართლა მე მოვერევი რო შემიშვა, ესე დაიღალე. ერთ გავარტყავ, ხაში იქეთ. ეთქობა რა დიდი გამძლეობა უნდა რა. ემუშავე. მოიგო, არავინ არ ელოდა, აუჭირდა ხალხს. ბრავო, უეცავს, ბრავო. ისევ ნახე ამის მოგებაც. აი, უფალი, აი, აგარი ბრძოლა მარტო. 60 კილოგრამის. ამასთან წავიღებ საქელი. ატარადა. ლუკა! ავედა სამე ჩემპიონი მიყავს. აქედან მივდივარ რესტორანში ნავჭამობ. ეხლა ილაპარაკე ნუ ამას უძინა. მე პიტბული ვარ ბიჭო. მე არ გავჩერდა მილანასტრო. არ დამაში როცა მე მომიდებ. ზომბი საბოლოო ძმაო. შეხარ მე ბრძოლი ბიჭი შეხარ. დაუოკებელი შეხარ ძალიან მაგარი ზომბი.
მგონი ეძინება. დღეს არავინ დააძინა და თვითონ იძინებს. არა მოგივა? ჩემო 40 წლისაო საჩუქარი. რა არის? შენი საჩუქარი. დავაი მაიტა. პროტეზი ხო? პროტეზი არა. კაპი არის. აბა როგორი იყო ახლა პაუზის მერე? ყივნეული. ორი კვირი დავკარგე. სტომატოლოგიურ კლინიკებს მიმართავ და სპონსორონ ეს კაცი. მე უყურე და მაგარი ბრძოლა იყო. ძალიან მაგარი. მე მგონი ხელიც მოტეხილი. რამხელა პაუზა ქონდა? მილე 1 წლიანი პაუზა მქონდა ზუსტად. და რო ეგონა ხალხსო დაანებე? ციხეში ვიჯექი. მერე? როათვე ციხეში ვარჯიშობდი? კამერაში კი ვარჯიშობდი, აჯიმანიებს ვაკეთებდი დღეში 1000. მე ხუმრობი თქვი რომ სიგარეს დაანება თავი. სიგარესაც დავანებე თავი. გამირტყია აზე ხარ და ვარჯიშობ შენ და წარმოიდგინე. ისა ეგრეთ რა ქვია დიხანიას რა ქვია ქართულად არ ვიცი მაგარი გაუჯობესებული გაქვს. სუნთქვა ქვია მაგას. წინასთან შედარებით და ვისელოდები შემდეგზე. ყველას ველოდები, უფრო ლევანს კლაურს. ბძოლა რო დაიწყე, ხელები არ ქონდა აფარებული და რა ჩემ სწრაფი ხარ ხო მაგონში? არ გჭირდება. ძალიან მატრიცას მე ისეთი სწრაფი ვარ, ძალიან მაგარი ვარ. გილოცავ მოკლედ, გილოცავ. ემოციებში ხარ, ეხლა 9 საათი გავიდა და კიდე ემოციებში. ეს მართლა მაჩუქე? კი. ყველაფერი ძალიან მკივა და ემოციებშიც ვარ და თუ ისეთი პასუხები ვერ დაგიბა. არა, კაი პასუხებია. წავიღო ჩვენ მაყურე. საჩუქარი. არა, გავიღებ, სადმე დავდებ. ხამრის ეს არის გვაჩუქა. ადრობა მეგობრებო, ეს იყო მოკლები მოხილვა საჩემპიონო ბრძოლების. ვერ მოვახერხე მოსვლა თავის დროზე. აი ადგილიდან ვერ გადავიღებ. მომატიეთ. გაიცვამ არ მიგიშვა თუ რაღაც გაუგებრობა იყო, მაგრამ გამოვასწორებ შემდეგ. არხი გამოიწერეთ 100%-მდე მალე. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.